მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიყოფებით ბორჯომში, სადაც ბასიანელები ამ ხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ თორთან. წარმატებები უსურვოთ ჩვენ ბიჭებს. არჩვა რამე ხო არ გაწუხებს, რაღაცა დილიდან არ მომწოხარ სიახლე. არჩვა შუაში მარჯვნიდან გური, მარცხნიდან ჯავახა, 3 ცენტრალურწელი, 2 ნახევარმცველი. ყობახა შუა მარცხენა, შუა მარჯვენა ანდრია პაიჭაძე. მარცხენა შეტევი იქნება დემეტრე, ფორვარდი იქნება გურასა და თავდასხმაში დაიწყებს ტუგულას დავაწყებინო დღეს რა. და ყველა უნდა იყოს ესე გავაკეთო შემადგენლობა, იმიტომ რომ იმის თამაშიც არგია. ამიტომ ყველა უნდა ვიყოს გზად ყოფნაში რა. ძემი აიღე ხოლმე ხშირად შენ თავზე რა, ხშირად აიღე შენ. ეს ყوار გიშვის ეგ. ძალიან Молодец! Что учи?
ყველაფერი გადმოდის მოედანზე. როგორც ვიქცევით ამ ხელა კაცები, ფეხბურთელები ხან ერთმანეთს დაახტებით, ღამე არ გძინავთ, დასეირობ, ეგ თამაში გადმოდის ხასიათი მოედანზე რა. მაგიტო გეუნები, ყველა თამაშზე ბიჭები რა მომზადებულები არიან. ერთი რაშიც ცოტათი გამართლეთ, ეხლა ჩვენ გვიწევს დატვირთვის ქვეშ თამაშები რა. სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ისეთ იმაში ვართ, რომ ეხლა უნდა გადავიჯდეთ უკვე ფორმაში შესვლის ეტაპში. ეს ვარჯიშია ჩვეულებრივ ამხანაგ უთამაშობთ. ესე საშინელ თამაშს არ ველოდებოდი ნამდვილად. დემეტრე, გამოჩიშული ხარ თამაშიდან საერთოდ.
ვიაწიე. მიიღე მათე კროს, აბა პასი. ოჩახ ტატო, ოჩახ. ტატო ძალიან მაგარი გოლი. ოჩახ ტატო. მათე დაეხმარე, მათე. რას უყურებს ვანი? ეს ჩვენი თამაში არ იყო რაც დღეს ვიტანს. ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია. დღეს მაგალითად ვინც მინდოდა მენახა, აი კატო პოპოვის ნამდვილი ძალა ვნახე, ლუკასის ნამდვილი ძალა ვნახე. ძირითადი შემადგენლობა ძალიან რაღაც ისე გამოვიდა, ძალიან ზედმეტად თავდაჭერა. თუ არ გაიგე, ყველა თამაშზე თუ არ იბრძოლა, თავი არ გაიგე, ბოლომდე ვერ მიაღწევ წარმატებას რა. არა უშავს ეს პირიქით, ნახეთ ამ ხანაგური წავაგეთ, მაგრამ ერთი წაგება გვინდოდა იმისთვის, რომ გამოფხიზლებულიყავ და უფრო გავძლიერებულიყავ. აი ამ წაგებამ უნდა მიგახვედროთ, რომ რეჟიმი სწორად დავიცვათ აუძროდო. ნახეთ ბიჭები რა სხარტად და სწრაფად მოძრაობენ. იმიტომ რომ სწორად ვიგებთ. ჩვენ მესმის მგზავრობა იქ, გადაბლილობა იქ სამჯერადი ვარჯიში, მაგრამ მაინც არ გამართლებს რა. კაი თამაში იყო ასე თუ ისე ბიჭობა, ესეც ვარჯიში ჩაგვეთვალა. ეხა წავალთ ყველანი მამა ლუკასთან. ჩემი 10 ნომერი რო ვერ გააჩერეთ, ჩემი დეიდაში. გიორგი რო ვერ გააჩერეთ და ამიტომ გეუნებოდ. უნდა დაუძვეთ ახლოს ფისტად. მაგიტომ უნდა ვითამაშოთ გუნდს. ეხა წავალთ მამა ლუკას ტაძარში, თვითონ ააშენა ეს ტაძარი და ყველა მოულოცოთ. აბა ერთი შევყვირეთ ბასიანი ჩვენებურად. წაგებამ უნდა გაგვაძლიეროს. ყურები კი არ უნდა ჩამ